გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელსაც აღძრული სისხლის სამართლის გამო უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, დღესაც დაკითხვაზე იმყოფებოდა. გიორგი კალანდაძეს დღეს ბრალი დაუმძიმეს, ამჯერად მას ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეედება. საქმეში გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ბაჩუ ახალაიასთან ერთად ფიგურირებს, თუმცა ახალაიასგან განსხვავებით კალანდაძე დაკითხვიდან სახლში გაუშვეს. პროკურატურა საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ხვალ მიმართავს. ერთ საათიანი დაკითხვის შემდეგ გიორგი კალანდაძემ მთავარი პროკურატურა უკვე მესამედ წარდგენილი ბრალით დატოვა. გაერთიანებული შტაბის უფროს ბრალად ზვიად აბესაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა ედება. ისე მოხდა მას ბრალი წაუყენა პროკურორმა, არა უფლება მოსვენმა პირმა, მაშინ როდესაც მის მიმართ ბრალდების სახელმწიფოება აქვს მხოლოდ იუსტიციის მინისტრს, ვინაიდან ის არის უმაღლესი რანგის ოფიცერი. ზვიად აბესაძის გატაცების საქმე ფიგურირებს ბაჩუ ახალაიას ერთ-ერთ ეპიზოდშიც. დღეს პროკურატურას დამატებითი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის არ წარუდგენია, თუმცა ახალაიასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აბესაძე იხსენებს, როგორ მიიყვანეს ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ახალაია და კალანდაძე იმყოფებოდა, როგორ მიაყენეს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის კალანდაძემ და აბესაძის კუთვნილი ავტომანქანის სასჯელ აღსრულებისთვის გადაცემა მოსთხოვეს. გიორგი კალანდაძისთვის ეს პირველი ბრალდება არ არის. პროკურატურამ სასამართლოს გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების მოთხოვნით ორჯერ მიმართა, თუმცა სასამართლომ კალანდაძე პირველ ეტაპზე 20,000, ხოლო მეორე შემთხვევაში 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კალანდაძემ დღეს მთავარი პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა. უკვე მესამედ ბრალის წაყენების ფაქტი დღეს ასევე არ შეუფასებიათ საპარლამენტო უმცირესობაშიც, თუმცა წინა ბრალდებებთან დაკავშირებით ნაციონალები ასეთ შეფასებას აკეთებენ. ადამიანების დაკავება რომლებიც არ გაურბიან გამოძიებას, თავის ფეხით მიდიან პროკურატურაში და მზად არიან ითანამშრომლოს პროკურატურასთან, არის სწორედ ნათელი დადასტურება იმისა, რომ გამოძიება და სიმართლე კი არ აინტერესებთ, არამედ აინტერესებთ ზეწოლა. საპარლამენტო უმრავლესობა კი გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს. მე იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში მოქმედებს მთლიანად სწორედ საქმის მასალებზე დაყრდნობით და ალბათ იყოს სრული საფუძველი იმისა, რომ მომხდარიყო საქმის მასალებზე დაყრდნობით, მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღნიშნულ დანაშაულში მის მიმართ ბრალის წაყენება. პროკურატურა შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს ხვალ მიმართავს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი შეუფარდებს თუ არა მართლმსაჯულება გაერთიანებული შტაბის უფროს წინასწარ პატიმრობას.